ღმერთო დაგლოცოთ, წყალობა არ მოგაკლოთ. მოიხსენებათ ბოლო დროს განვითარდა აზრი 21 დეკემბერთან დაკავშირებით, რომ თითქოს და კაცობრიობას ელოდება საშინელი კატასტროფები, ზოგის აზრის მიხედვით ეს იქნება არმაგედონი, ზოგი ამბობს, რომ მთლიანად განადგურდება პლანეტა, პოპულარული გახდა მაიას ტომების წინასწარმეტყველებები, რომ თითქოს და ეს იქნება დასასრული ამ სოფლისა და ზოგადად რომ ვთქვათ, მთლიანად საზოგადოება არის აი ამ სცენით დაავადებული და ვისმენთ ფანტასტიკურ განცხადებებს სხვადასხვა რელიგიების წარმომადგენლებისგანაც, ასევე ასტროლოგებისგან, ჯადოქრებისგან, ფილმები გამოდის, გონდა საშუალება გავცნობოდით ამ მასალას სოციალური ქსელების საშუალებით და ერთი ესეთი საერთო სურათი შეინიშნება აი ამ ფილმებსა და განცხადებებში, რომ კაცობრიობა, საზოგადოება აშკარად არის დატვირთული აი ამ მასალით, მაგრამ სინამდვილეში ნაკლებად ხდებით ისეთ შეხედულებას, ისეთ დოკუმენტურ მასალას, რომელიც იქნებოდა რეალობის აღწერელი, რომელიც იქნებოდა იმ მართლმადიდებლური მსოფლმხედველობის გამოხატველი, რომელიც გააჩნია დედა ეკლესიას სწავლება ესქატოლოგიის შესახებ, ანუ იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის შესახებ. აქ ჩვენ ვხედავთ, რომ რაღაცნაირი ერთგვარი ნაზავია, სადაც აი ამ მეცნიერთა კვლევების გვერდით იმავე დაჯერებულობით საუბრობენ ვანგას ან ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველებებზე, რა თქმა უნდა, ცრუ წინასწარმეტყველებებზე. აქვე საუბარია ამოუცნობი ფრინავი ობიექტების ზემოქმედებაზე, დედამიწაზე, რომ თითქოს და ისინი შემოესევიან და გაანადგურებენ დედამიწას, რომ თითქოს და დაბნელდება დედამიწა და ელექტროენერგია აღარ იქნება, წყალი არ იქნება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხედავთ აი ამ განცხადებებს სხვადასხვა რელიგიების წარმომადგენლებისგან, მაგალითად ტიბეტელი ლამები ამბობენ იმას, რომ თითქოს და მზე მთელი სამყაროში დაბნელდება და არ იქნება აი არანაირი ენერგიის გამოხატულება დედამიწის ზურგზე და ასე შემდეგ. მოკლედ, ამ ვითარებამ საკმაოდ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, შეშინებულია ხალხი, საზოგადოება უმეტესი წილი, ასე ვიტყოდი, დემორალიზებულია, ნაწილობრივ ჯერათ ამ ყოველივესი, ნაწილობრივ არ ჯერათ, მაგრამ შიშის ფაქტორი მაინც მოქმედებს და ჩვენ გვსურს, რომ ჩვენი შესაძლებლობის მიხედვით განვიხილოთ ეს საკითხი, მოფინოთ ნათელი, რამდენადაც ეს ჩვენს ხელთ არის, თუ რა არის, რა პროცესებია, რასთან გვაქვს საქმე, რა მოვლენასთან და როგორია მართლმადიდებლური სწავლება ამ საკითხისადმი. საერთოდ დღევანდელი ადამიანის სულისკვეთებაში, უმრავლესობის სულისკვეთებაში არის რაღაცნაირი ტოლვა, რაღაც კატასტროფების, კატაკლიზმების, ამ უბედურებების მოლოდინისაკენ, რომ მოამრავი მასმედიის წარმომადგენელი, ასევე მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები წერენ აი ამ შესახებ. არის პირდაპირ განცხადებები, რომ ჩვენი პლანეტა გაგიჟდა და რომ უკვე აირია ნამდვილად მისი კანონზომიერებები, მაგრამ ბუნება გაგიჟდა თუ ადამიანი გაგიჟდა და შეიცვალა, ეს კიდევ, რა თქმა უნდა, არის გასარკვევი და ჩვენის ღრმარწმენით ყველა კატაკლიზმი ადამიანის, რა თქმა უნდა, ადამიანის გავლენის ფაქტორით შეიძლება შეინიშნოს და რაღაც ტექნოგენური მიზეზებიც, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ წყარო ამ დაუმთავრებელი კატასტროფებისა სწორედ ადამიანის ურწმუნოებაში, ცოდვაში, ცრუწმენაში დევს. თუ გადავხედავთ ამ კაცობრიობის ისტორიას, ბიბლიის თვალთახედვით ჩვენ მკაფიოდ დავინახავთ, რომ ადამიანებს უშვილო ცოდვილი ცხოვრების გამო მრავალი ჭირი უსიამოვნება ატყდებოდა თავს. ჩვენ ვიცით, რომ საშინელი ცოდვით დაცემამ საქმე იმდენად
გაართულა, რომ შემდეგ განვითარდა ისეთი საშინელი ცოდვები, როგორიც არის სოდომური ცოდვა და პირდაპირ მითითება წმინდა წერილში ასეთი სიტყვებს პოულობთ იქ, რომ თუ ვპოვებო სოდომ ქალაქში 50 მართალიო, შევიწყალებ მთელს მაგ ადგილსო, მათი გულისათვისო. ჩვენ ვიცით, რომ არც 50 ერთი მართალიც კი არ აღმოჩნდა აი ამ ქალაქში, ანუ სიტყვები რომ შევიწყნარებ, ეს პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ რისხვა, რომელიც დაატყდა სოდომსა და გომორს, იყო სწორედ ცოდვის შედეგი და არა სხვა რაიმესი. ამიტომ აი კაცობრიობამ ნელ-ნელა დაიწყო ეს დეგრადირება, მას არ ეყო ეს წარღვნის მაგალითებიც, ადამიანის გამოსწორება წარღვნის შემდეგაც არ მოხერხდა და იმდენად დასნეულდა ცოდვებით კაცობრიობა, რომ საჭირო იყო უფალისა ჩვენისა იესო ქრისტეს განკაცება, განხორციელება, რათა კაცობრიობა გამოესყიდა აი ამ წვდიადისაგან, მარადიული სატანჯველისაგან, მაგრამ არც აქ შეიგნო ეს საზოგადოებამ და კაცობრიობამ და ესეთი საშინლად გაუსწორდნენ მაცხოვარს ჩვენსა იესო ქრისტეს ჯვარცმით. და აი ეს გარემოება ჩვენ კიდევ ერთხელ გვაფიქრებინებს იმაზე, რომ ადამიანის ძირითადი განსაცდელების, კატაკლიზმების, კატასტროფების, უბედურებების მიზეზი გახლავთ სწორედ ადამიანის ცოდვა. წმინდა პავლე მოციქული ბრძანებს, რომელი იგი მემნებავს მასა ვიგ, არამედ რომელი იგი მძულს მასა ვყოფ. ანუ მართალია ადამიანმა იცის რა არის კარგი, მაგრამ ამას ვერ აკეთებს, ვერ ვაკეთებთ უბრალოდ, ასე ვთქვათ. არამედ რომელი იგი მძულს მასა ვყოფ. ანუ ვიცით, რომ ცოდვა არის საშინელება, ცოდვა არის დამძრგუნველი ჩვენი ყოფისა, მაგრამ მას ვყოფთ, ანუ მას ვაკეთებთ მაინც, იმიტომ რომ საზოგადოება, კაცობრიობა, ადამიანი მიდრეკილია აი ამ ცოდვების საკენ და რა თქმა უნდა, აი ამ ცოდვების შედეგი საბოლოო ჯამში იქნება სასჯელი. სხვა ადგილას წმინდა წერილი ბრძანებს აი ესეთ სიტყვებს. ვაი უკეთურსა ბოროტეულს, რადგან მოიწვის თავისა თვისისა ხელით ნამოქმედარსა. ეს ძველი აღთქმის გამონათქვამია და აქაც პირდაპირ ხედავ ჩვენ იმ სასჯელისათვის, იმ ბოროტებისათვის სასჯელს, რომელსაც საკუთარი თავით მოიწვის, ესე იგი, თავისი ნამოქმედარის შედეგი იქნება აი ეს ცოდვის კატასტროფა თუ კატაკლიზმი თუ განსაცდელი საზოგადოების ადამიანის კონკრეტულად ცხოვრებაში. ასევე ყურადსაღებია წმინდა ბასილი დიდის სიტყვები, ავადმყოფობა ქალაქებსა და სოფლებში, გრევა, მიწის უნაყოფობა, გვალვა და სხვაგვარი, როგორც სხეულებრივი ტანჯვა, ესევე გარე უბედურებანი ლაგამია ცოდვის შესაკავებლად, ხოლო ქალაქთან გრევა, მიწისძვრები, წყალდიდობანი, გემთა ძირვა და სხვა დაშვებულია ღვთისაგან, რათა გონს მოეგოს დარჩენილი, ვინაიდან ღმერთი საყოველთაოდ მოდებულ წყლს საყოველთაოდ აღმოფხრის. ესე იგი, თუ საზოგადოება მთლიანობაში დასნეულებულია ამა თუ იმ სცენით, ესე იგი, იმ საზოგადოებას საბოლოოდ, ესე იგი, აღმოფხრისო. ესეთი იყო შედეგი სოდომისა გომორისა, ესეთი იყო შედეგი იუდეველებისა, რომლებმაც განაცხადეს პირდაპირ, რომ ქრისტეს ჯვარცმით, რომ სისხლი მაგის იყოს ჩვენ შვილებზეო და ჩვენ შვილთა შვილებზეო და მოდგმაზეო და სასჯელმაც, რა თქმა უნდა, არ დააყოვნა და ვიცით, რომ რომის იმპერიამ მთლიანად გაანადგურა იერუსალიმის ქალაქი და მთლიანად დაიშალა მას შემდეგ სახელმწიფო ისრაელისა და მხოლოდ მე-20 საუკუნის შუა წლებში მოხდა მისი კვლავ აღდგენა. აი ესეთი მძიმე შედეგები აქვს აი ამ ცოდვას და ამაზე აუცილებლად უნდა გაგვემახვილებინა ჩვენ ყურადღება. რაც შეეხება აი ამ კატაკლიზმებს და კატასტროფებს, რომლებიც ნამდვილად არსებობს და ეს რეალობაა და მეცნიერების მიერ დამტკიცებულია, ჩამოთვალოთ ზოგიერთი მათგანი, რომ ცხელი ჰაერის მაგალითად რეკორდული მოზავება ხდება,
რომ ეს ეგრეთ წოდებული პანიკური ეფექტი, რაც არის ეს ცხელი ხარის მოზავება, იწვევს ყინულებზე, ნამდვილად იწვევს სწრაფ დნობას და უკან კი ცივი და ცვრიანი ჰაერის მასების დაბრუნება ხდება. ჩვენ ვიცით, რომ სწორედ აი ამის გამო მასიურად ინფორმაციის საშუალებებში ხედავთ ჩვენ ამას, რომ მასიურია წყალდიდობები, ცუნამები, მიწისძვრები ადგილ-ადგილ. რაც არის პრინციპში ლოგიკური, კანონზომიერი შედეგი იმ ყოფისა, რომელშიც ადამიანმა ისურვა ყოფნა, რომ მან მიიჩნია, რომ თავისი ტექნიკური პროგრესით მას შეუძლია ყოველივე დედამიწის ზურგზე და არა მარტო აქ ქვეყნა, არამედ მთლიანად მთელი კაცობრიობის, ესე იგი მთელი კოსმოსის დაუფლებაც მოისურვა მან, რაც მის ძალებსა და მის შინაგან მდგომარეობაში არიდო და ეს იყო პირდაპირი გამოწვევა ღვთისა, რომ მას სურს იცოდეს იმაზე მეტი, რაც მისთვის არის მისაღები, შედეგად აი ამ კატასტროფებისა, ამ ოზონური ხვრელებისა, რომლებიც გაჩნდა ატმოსფეროში, დაირღვა ეს კანონზომიერებები, ვიცით ჩვენ, უკვე მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ დედამიწა მზისკენ რაღაცნაირად მიუტვის და ეს იწვევს ტემპერატურის ზრდას დედამიწაზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ნუ რაც იწვევს პრინციპში აი ამ კატასტროფებს და მთავარი ის არის, რომ უკვე მეცნიერებიც ადასტურებენ იმას, რომ ესე იგი დედამიწას ადრე თუ ქვიან აი ამ კანონზომიერებების, უკვე დარღვეული კანონზომიერებების შედეგად აუცილებლად ელის ესე იგი დასასრული. რაც პრინციპში ემთხვევა ჩვენ შეხედულებას ნაწილობრივ, იმიტომ რომ ნამდვილად ჩვენ უნდა ვიცოდეთ ეს და ვიცით კიდეც, რომ ამ ქვეყნიურ ცხოვრებას აუცილებლად ექნება დასასრული და ეს დასასრული იქნება სწორედ იესო ქრისტეს მეორე მოსვლის დროს. მაგრამ დღევანდელი აი ლტოლვა აი ამ ცოდნისაკენ მეტად საყურადღებოა ჩვენთვის, რომ რა ხდება დღეს, რატომ არის ესეთი დრეკილება აი ამ საკითხისადმი ჩვენში გაჩნდა ეს სურვილი არა მარტო იცოდეს, არამედ მთლიანად დააფიქსიროს დროც მეორედ მოსვლისა. აი ეს სულისკვეთება გაჩნდა ადამიანებში, მაგრამ ვიდრე ამ თემაზე ვისაუბრებდეთ, ჩვენ უნდა ვთქვათ ის რეალობა, რომ დღევანდელი მასმედიის საშუალებით, როდესაც საუბარია აი ამ 21 დეკემბრის მოვლენებზე, ჩანს სრული უვიცობა აი ამ ჭეშმარიტი სწავლებისა მეორედ მოსვლის შესახებ. და საზოგადოება მთლიანად დაიმონა და ამ ეფექტებზე აგებულმა ფილმებმა და განცხადებებმა, რომელსაც არაფერი საერთო არ აქვს ჭეშმარიტებასთან. და ასევე აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ჟამის ზუსტი დროის ცოდნა კატეგორიულად აკრძალულია წმინდა წერილის მიერ. პირდაპირ ვკითხულობთ ჩვენ წმინდა წერილში, რომ არა თქვენი არ ცნობა ის ჟამთა და წელთა, რომელნი იგი მამამა დასნა თვისითა ხელმწიფებითა. ასე უპასუხა პირდაპირ მაცხოვარმა შეკითხვაზე, უფალო, უკეთო ამათ ჟამთა კვალად მოაგო სასუფეველი ისრაელსა. შემდეგ მოციქულიც სიტყვებსაც შეგახსენებთ, რომ ხოლო ჟამთათვის და წელთა ძმანო არა გვიღს მიწერა თქვენ და რამე თუ თქვენ თვით გამოწვლილვითა იცით რამე თუ დღე იგი უფლისა ვითარცა პარავი ღამისა ეგრე მოიწიოს. ანუ ჩვენ ხედავთ ფაქტს, წმინდა წერილის ლოცვა კურთხევას პირდაპირ ღვთისა, რომ კატეგორიულად აკრძალულია ამ ნიშანთვისებების ძიება, მაგრამ ამავე დროს ღმერთმა, რომელმაც აუგზალა მოციქულებს წელთა და ჟამთა გამოცნობა, უთხრა მათ ერთხელ, რომ ფარისევლებს და სადუკევლებს პირდაპირ ესეთი სიტყვებით მიმართა, ორგულნო პირისამე ცისაი იცით ცნობაი, ხოლო სასწაულის ჟამთანი ვერა გიცნობიეს გულისხმის ყოფად. ესე იგი, ერთი არის ბოლო ჟამის გამოთვლის მისწრაფება და სურვილი, რომელიც არის აკრძალული წმინდა წერილის მიერ, ხოლო მეორე დროისა და ნიშნების გამოცნობა თუ პირველი იგზალება, მეორე არის მცნებად მოცემული. დავიწყოთ მაცხოვრის სიტყვებით, რომ პირდაპირ მაცხოვარი გვირგვევს,
როგორი იქნება მეორედ მოსვლის დრო, როდის იქნება, უпростоრად რა ნები ახასიათებს მას. ეგ ძალენით ნუირმე გაცნუნოს თქვენ რამე თუ მრავალი მოვიდოდიან სახელი და ჩემითა და იტყოდიან ვითარმეთ მე ვარ ქრისტე და მრავალთა აცთუნებდნენ. და გესმოდენ ბრძოლანი და ამბავნი ბრძოლათანი იხილედან შეწუნდებით რამე თუ ჯერ არს ესე ყოველი ყოფათ არამედ არღარა არს ახსასული. რამე თუ აღდგეს ნათესავი ნათესავსა ზედა მეუფება მეუფებასა ზედნა იყვნენ სიყმილნი სრვანი ძრვანი ადგილ ხოლო ესე დასაბამი სამობათაი არს. და შემდეგ აგრძელებს მაცხოვარ რომ მაშინ მიქცენ თქვენ ჭირსა და მოგწყვიდნენ თქვენ და იყვნენ თქვენ მოძულები ყოველთაგან წარმაც სახელისა ჩემისათვის და მაშინ დაბრკოლდებოდიან მრავალნი ურთიერთა შიშითა განცემენ სულობდნენ ურთიერთას მრავალი ცრუწინასწარმეტყველი აღდგეს აცთუნებდნენ მრავალთა და გამრავლებითა უშულოებისა და გამხდეს სიყვარული მრავალთა. და შემდეგ რომ ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად იგი ცხონდეს. მაშასე ჩვენ ვიცით რომ სოფლის აღსასრულის წინ სახარება მთელ მსოფლიოში იქადაგება და იქნება ესე იგი აუცილებელი პირობა ეს ყოველივე რაც დღეს ხდება პრინციპში რომ იქნება სრვანი ძრვანი მიწისძვრანი წყალდიდობანი სტიქირი უბედურებები ესე ყოველივე ჯერ არის ყოფად მაგრამ ეს დასაბამი სამობათაი არის. რას ნიშნავს დასაბამი რომ ეს დასაწყისია ყველაფრისო რა. მართალია დღეს კიდევ უფრო გაძლიერდა ეს გადასროფების რიცხვი მაგრამ ჩვენ ვაღიარებთ კიდეც ამას რომ უახლოვდებით მეორედ მოსვლას მაგრამ თვითონ ფაქტის აღიარება რომ ეს დღეებისა და რიცხვების როგორც ამას ვხედავ ჩვენ დღეს და ამითი ცდილობენ საზოგადოების დემოლიზირებას ჩვენ ამას ვერანაირად ვერ დავინთანხმებით. და მთავარი და უმთავრესი აი ამ ნიშანთვისებათაგანი რომელიც მაცხოვარმა ჩვენმა იესო ქრისტემ თქვა რომ ეს არის ბოროტის ჟამი როდესაც კაცი თავისი ბუნებით შეიცვლება და ექნება ფრიად დამძიმებული ცოდვებისა გამო. როგორც ამას წარ რომ უშულოებითა განხდეს სიყვარული მრავალთა. რას ნიშნავს ეს სიტყვები რომ სწორედ უსიყვარულობა სიძულვილი ჩამოთვალოთ კიდე პავლე მოციქულის სიტყვები კაცნი თავისი მოყვარე იქნება ვერცხლის მოყვარე ლაღი თავმოთნე ამპარტავანი მგმობარი მამადედის ურჩი უმადლო უღირსი უყვარული უწირავი მასმენელი უთმინო დაუმჭირველი უზავი დაუმშვიდებელი კეთილის მოძულე შინა გამცემელ წამწმდედ აღზავებულ გულის თქმის მოყვარე უფროს ვიდრე ღვთის მოყვარე აქ უნდეს ხატი ღვთისა მსახურებისა და ძალსა მისა უარყოფდეს და ამათაგანცა განეშორე. აი ესეთია დამახასიათებელი ნიშანთვისება იმ კაცობრიობისა რომელიც სწორედ არის ტოლვილი აი ამ ძიებისაკენ აი ამ სურვილებისა რომელსაც ჩვენ კატეგორიულად განვემიჯნებით. ანუ ჩვენი სათქმელი ის გახლავთ რომ მიუხედავად იმისა რომ არსებობს დღეს ნიშანთვისებები იმისა რომ ნამდვილად მოახლოებული არის სასופველი ცათა და რომ მეორედ მოსვლის ჟამი ახლოვდება ჩვენ ეს გარემოება სულაც არ უნდა გვგუნავდეს ჩვენ იმიტომ რომ მიუხედავად ყველაფრისა ქრისტიანი უნდა რჩებოდეს დამცველი თავის საწმუნოებისა და ყველა ადამიანი თავის დროზე რა თქმა უნდა იხილავს უფალს და შეხვდება მას და ეს დღე იქნება მისთვის უკვე მეორედ მოსვლისათვის შეხვედრის დღე მიუხედავად იმისა რომ ეს დღე მეორედ მოსვლისა იქნება დამდგარი თუ არა. დღევანდელ საზოგადოებაში გავრცელებული აზრი ჩვენ გსურს განვაქარწლოთ წმინდა მამათა და წმინდა ეკლესიის სწავლების მიხედვით, იმიტომ რომ ეს არის უდიდესი ცოდვა. მართალია კაცობრიობა მიელტვის ბოროტებისაკენ და უფრო დამძიმდა ეს ვითარება ჩვენში, მაგრამ როგორც წმინდა ნეტარი ავგუსტინე ბრძანებს, ღმერთმა უფრო მეტი გააკეთა, ვიდრე ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბოროტების განადგურების მან თვით ბოროტება სიკეთის მსახურებაში აიძულა
და აი ეს არის ღვთის უდიდესი წყალობა. ანუ მიუხედავად იმისა, რომ არსებობს უამრავი ბოროტი ძალები, ხო? ადამიანი ახერხებს ღვთის განგებით და ღვთის შემწეობით აი ამ ძალებთან გაბრძოლებას და ხშირ შემთხვევაში კაცნუყვარე ღმერთი აი ამასაც აი ამ მოვლენების განცხადებით სწორედ აძლევს საშუალებას, რომ ადამიანს რომ მოიპოვოს ჭეშმარიტი ცოდნა, ჭეშმარიტი ხედვა მართლმადიდებლური სწავლებისა აი ამ კუთხით. მაგრამ დემონს როგორც ჩანს, როგორც ღვთის მაიმუნს, ასე ვთქვათ, სურს რომ ეს სიკეთე ბოროტებათან გადააქციოს ბოროტებად და თვით წიგნი ეს აპოკალიფსისა აი ამ უმადლო ადამიანთა ხელში რაღაც სამკითხაო წიგნად აქციოს. და აი ასეთნაირად შეიქმნა აი ამ აპოკალიფსის მომლოდინეთა ტიპი ადამიანებისა, რომლებიც შინაგანად სულიერ ცხოვრებას მოწყვეტილნი არიან და დაკავებული არიან მხოლოდ იმით, რომ ანგარიშობენ ანტიქრისტეს მოსვლისა და სამყაროს აღსასრულის დროს, ანუ სურთ იცოდენ მოიპარონ ის საიდუმლო, რომელიც ქრისტემ სამყაროსაგან დამალა. ის გულდაგულ ესეთი ადამიანები აგროვებენ ინფორმაციებს ამ კატასტროფების შესახებ, ამონაწერებს აკეთებენ ჟურნალ-გაზეთებიდან, ინტერნეტიდან, რომ ნამდვილად მოახლოვებულია კომეტა, რომელიც დაეჯახება დედამიწას და გაანადგურებს მას, რომ აზონური ხვრელები გაიხსნა და დასხივებისაგან ყველანი დავიხოცებით, რომ კომეტა უკვე აი ესესა უკვე შეეჯახება, მოხდება დიდი აფეთქება, განადგურდება მთელი კაცობრიობა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. უამრავი შემდეგ გამოყავთ რაღაც განტოლებები და აცხადებენ, რომ ანტიქრისტე უკვე დაიბადა, დედამიწაზეა მაგალითად, რომ ის ღიად 1-2 წელიწადში გამოჩნდება და აი ასეთი პათოსით აგრძელებენ ისინი თავის ცხოვრებას და მიუხედავად იმისა, რომ ხშირ შემთხვევაში ეს მათი წინასწარმეტყველებები არ სრულდება, ისინი ნაკლებად აქცევენ ამას ყურადღებას. ჩვენ არ გვიკვირს ეს სექტანტებისაგან და სხვა რელიგიის წარმომადგენლებისაგან და წარმართული კულტებისაგან, იმიტომ რომ მათი ხედვა ჩვენთვის ამ კუთხით ნამდვილად არაფრის მომცემია, მაგრამ ჩვენ უფრო მეტად გვაშფოთებს, რომ ესეთი ადამიანები თვით ეკლესიის წიაღში ჩნდებიან ხშირ შემთხვევაში და აზიანებენ შიგნიდან ეკლესიას თავისი ცრუ შეხედულებებით და აი ამ შეხედულებებს ისინი ავრცელებენ საზოგადოებაში ადამიანებს შორის და თავისი თავი, როგორც ჩანს, ბოლო დროის წინასწარმეტყველები გონიათ. და თითქოს და რაღაცა მნიშვნელოვან მისიას ასრულებენ ღვთისა და ერის წინაშე. აი ესეთია მათი დამოკიდებულება. მაგრამ როდესაც საუბრობენ, რომ ჩვენი დრო არის აპოკალიფსური, ჩვენ უნდა გვახსოვდეს ის აუცილებელი სწავლება ეკლესიისა, რომ აპოკალიფსური პერიოდი დაიწყო ქრისტეს განკაცების შემდეგ. წმინდა მამები ასე ბრძანებენ, რომ სწორედ ქრისტეს განკაცებიდან მეორედ მოსვლამდე ეს არის ბოლო ჟამი. და როდესაც ვხედავ ჩვენ უამრავი ისტორიული მაგალითია პირველ საუკუნეებში უკვე სისხლიანი დევნის პერიოდები, განსაკუთრებულად აღნიშნოთ აი იმპერატორ ნერონის პერიოდი და გნებო დიოკლეტიანის და სხვების პირდაპირ შეინიშნებოდა აი ესეთი სასტიკე ბოროტება, რაღაც მხეცის და ურჩხულის ნიშნები პირდაპირ ნერონი პირდაპირ ცდილობდა კიდეც დამსგავსებოდა ეშმაკს და თავისი ყველა ბრალეულობა, რომელიც მან ჩაიდინა იმ ქალაქების წინააღმდეგ, აბრალებდა შემდეგ ქრისტიანებს, რათა სასტიკად გასწორებოდა მათ. და სწორედ ეკლესიის წიაღში მაშინც ჩნდებოდა და როგორც დღეს არის ის მოსაზრება და რომ ის ხომ არ არის მაგალითად ანტიქრისტე და ეს ხომ არ არის უკვე დამდგარი დრო ბოლო ჟამისა.
რომ მაშინც იყო კაცობრიობა ნაწილობრივ მაინც გაერთიანებული, მით უმეტეს რომ არსებობდა უკვე ერთი ისეთი ძლიერი სახელმწიფო, რასაც ქვია რომის იმპერია და აი ესეთი იმპერიული გავლენა არსებობდა, იმპერატორი ნერონი თითქოს და იყო ნიშნები. და ამაზე ამბობს სწორედ იოანე ღვთისმეტყველი, რომ ძმა უნდა დამო ბოლო ჟამი არსო. მაგრამ როდის იქნება ეს ბოლო ჟამის საბოლოო მეორედ მოსვლა, ამაზე არსად არის ნაწინასწარმეტყველები. ბოროტება ყოველთვის არსებობდა დედამიწაზე და ის თაობიდან თაობას რაღაცნაირად გადაეცემოდა და მისი ძალა უდავოა, რომ დღევანდელ დროს ნამდვილად გაძლიერდა. მაგრამ ეს გარემოება ჩვენ არ უნდა გვაფიქრებინებდეს იმაზე, რომ უკვე მოვიდა ის მეორედ მოსვლის დრო. ყოველდღიური ეს აპოკალიფსი ნამდვილად არსებობს, ეს არის წმენისა და სიყვარულის დეფიციტი. აი ამის მოკვლის სურვილი, როდესაც გულგრილობამ, სისასტიკემ, გარყვნილებამ, სიცრუემ, რაღაც ადამიანის ყოველდღიური ცხოვრება გახადა ეს. და რა თქმა უნდა, ესეთი შინაგანი სულიერი მდგომარეობა უკვე გვაფიქრებინებს, რომ საზოგადოება მეტად დეგრადირებულია და იოლად მიიღებს ანტიქრისტეს მოსვლას. და სწორედ ეს არის ჩვენი სათქმელი, რომ ადამიანმა მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ ვიცით ჩვენ ჟამი, ჩვენ უნდა ვიყოთ ყოველთვის მზად საიმისოთ, რომ მოვა მეორედ მოსვლა, მაგრამ პირველ რიგში ეს არის ის დღე, როდესაც ჩვენ წავდგებით ღვთის წინაშე. ანუ, როდესაც ადამიანი გარდაიცვლება, მისთვის უკვე ხდება ეს მეორედ მოსვლის დღე, იმიტომ რომ მისი განშის დღე უკვე დგება. გარდა ამისა, ჩვენ შეგვიძლია ესეთი შედარებაც გავაკეთოთ, რომ როდესაც სიბერე დგება, ხშირად ამბობენ, რომ სიკვდილი მოახლოვდაო, მაგრამ სიბერე რამდენ ხანს გაგრძელდება, არავინ უწყის ეს და ის შეიძლება სიყმაწვილეზე უფრო ხანგრძლივი აღმოჩნდეს, ხო? ასევეა კაცობრიობის ისტორიაც. არავინ არ იცის ეს სიბერე კაცობრიობისა რამდენ ხანს გაგრძელდება. ეს გაგრძელდება იმდენ ხანს, ჩვენ ამის თქმა შეგვიძლია, რამდენადაც ეს ღმერთს სურს, რამდენადაც ის ელის უკანასკნელი ადამიანის კიდე მობრუნებას ღვთისაკენ, რომ არ დარჩეს კაცობრიობაში ადამიანი, რომელსაც ექნება სურვილი ჭეშმარიტებისაკენ ლტოლვისა და ეს სურვილი მას გაუქარწყდეს. ანუ სანამ იქნება სიყვარული დედამიწის ზურგზე, სანამ იქნება კიდე მოქცევა იმ ჭეშმარიტისაკენ კაცობრიობისა, თუნდაც ერთი ადამიანისა, მანამდე მეორედ მოსვლა არ დადგება. ეს არის სულიერ პლანში, ასეთ განმარტებებს გვაძლევენ ჩვენ წმინდა მამები. და გარდა ამისა, ჩვენ რომც დგებოდეს ეს ჟამი, რასაც ქვია აპოკალიფსის ჟამი, მართლაც ჩვენ დროში რომ აღიძრას ეს ჯოჯოხეთი მთელი თავისი მხედრობით ქრისტეს წინააღმდეგ, წმინდა ეკლესიის წინააღმდეგ, ჩვენ ქრისტიანები ვალდებულნი ვართ უშიშრად უცქიროთ აი ამას და ერთადერთი წმენისა და სასოების მეშვეობით უნდა დავამარცხოთ ეს გამოწვევა ჩვენი, იმიტომ რომ განა არ იწინასწარმეტყველმა უფალმა, რომ თავისი მკვიდრეობით, როდესაც ისინი სულ ერთი მუჭა იქნებიან ქრისტიანები. მცირე სამწყსო უწოდა მათ, ნუ გეშინდნენ მცირესა მაგასა სამსულსა რამე თუ სათნო იყო მამამან თქვენმან, ზეცად ამან მოცემა თქვენ და სასუფეველი. და ესე წინასწარმეტყველური სიტყვები ასულდნენ ქრისტეს მემკვიდრეებმა, დაიმარხეს ეს სიტყვები თავის გულში. ვიცით ჩვენ რომ იგივე ხდებოდა რომის სახელმწიფოსა და სხვა მრავალი მიწიერი სამეფოების დროს, როდესაც მცირდებოდა მორწმუნეთა რიცხვი, მაგრამ მიუხედავად ამისა, მართლმადიდებელი ქრისტიანი არასდროს კარგავდა იმედს, რომ ის თავისი ცხოვრების გამო, თავისი ჯვარცმული ცხოვრების გამო ის არ გახდებოდა სასუფეველის ღირსი. და ყოვლის შემძლე ღმერთმა ყოველთვის ყველა აპოკალიფსურ უჩხულზე გამარჯვებული გამოდიოდა. ეს უნდა ახსოვდეს ყველას. ჩვენ ხშირად ესეთი პათოს ხედავთ, რომ თითქოს და მოხდება უბედურებები, იქნება საშინელი კატასტროფები, რომ თითქოს და ყველაფრის დასასრული არის. მაგრამ
ქრისტიანები ოდითგანვე სხვანაირად უყურებდნენ აი ამ მოვლენას. არა დასასრული, არამედ დასაწყისი იყო ქრისტიანებისთვის, მარადიული ახალი ცხოვრებისა, და ახალი მიწა იქმნება ყველა იმართლებისათვის, ვინც გაიმარჯვებს ამ ბოროტებაზე. და ესე გახდათ ყველა საუკუნეში. ასე იქნება უკანასკნელ საუკუნეშიც. უფლის სამჯეროს წინ ყურადღებით წაიკითხეთ, რას ამბობს აპოკალიფსის წინასწარმეტყველება. ყველა მხეცი და გველი, ყველა ცრუ აღდგება კრავის წინააღმდეგ და კრავი დაამარცხებს მათ. რადგან კრავი მეფეთა მეფე და ბატონთა ბატონია. ანუ კრავი არის ქრისტე, ხო? ამიტომ ის დაამარცხებს. ანუ ეს პათოსი, რომ თითქოს და ჩვენ ქრისტიანები დავმარცხდებით აი ამ მეორედ მოსვლის დროს, რომ თითქოს და განადგურდება ყველაფერი და ჩვენ გველის უბედურება, ეს არ არის სწორი. ჩვენ მართალია გველოდება ქრისტიანებს, მით უმეტეს იმ ბოლო დროის ქრისტიანებს ვიქნებით ჩვენ ეს თუ არა, ელოდება უდიდესი განსაცდელი, უდიდესი ჭირი, უდიდესი დევნა, ომი, ყველაზე სასტიკი, მაგრამ დიდების გვირგვინები კიდევ უფრო დიდი იქნება მათთვის, ვინც აი ამ დიდ განსაცდელებს გაუძლებს. და ამიტომ ჩვენი დამოკიდებულება არის, რომ ესეთი, რომ მართალია ეს ბრძოლა დაწყებულია, ეს ბრძოლა კიდევ უფრო სასტიკ ფორმებს ღებულობს, მაგრამ ღმერთი ყოვლის შემძლეა, ყოვლა ძლიერი და მისთვის სრულიად გაუგებარია ის დამოკიდებულება, რაც დღეს ახასიათებს ადამიანს, რომ ის ეძებს აი ამ ნიშანთვისებას იმისა, რომ აი დღეს იქნება ეს რიცხვი, ხვალ იქნება 21-ში განადგურდება სამყარო თუ სხვა რიცხვში ეს კატეგორიულად აგვიგზალა ღმერთმა და დაგვიბარა, რომ მარად უნდა ველოდეთ სასუფეველსა ღვთისასა, რომ სასუფეველი ღვთისა ჩვენ შორის არის. და მართალია ის სწორედ ეს უკანასკნელი ბრძოლა იქნება და აუცილებლად იქნება ეს ბრძოლა ბოროტებისა და ანტიქრისტეს წინააღმდეგ, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ აღჭურვილნი ქრისტეს რწმენითა და იმედით, რომ ეს საბოლოო და დიდებული გამარჯვება იქნება მართლმადიდებელი ქრისტიანებისა. რა თქმა უნდა, იმ ქრისტიანებისა, რომელიც მთელი გულით და ნატრიან უფალს, რომლებიც მიუტვიან მისკენ და ყველა ის განსაცდელი, რომელიც მეორედ მოსვლის დროს დაატყდება მათ, ეს იქნება კიდევ ერთი გამარჯვება მართლმადიდებლობისა, ქრისტიანობისა, კიდევ უფრო ერთი გამარჯვება ქრისტესი ბოროტებაზე, რომელიც აღვიქვა ჩვენ ღმერთმა, რომ ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან წმინდა ეკლესიას. შესაბამისად, ეს ზრუნვა, ტვინვა, რომელიც დღეს გაჩნდა საზოგადოებაში, ჩვენ სრულიად უნდა უარყოთ, უგულებელყოთ, იმიტომ რომ ის არ არის დაფუძნებული ჭეშმარიტ სულისკვეთებაზე, რომელსაც გვაწოდებს ჩვენ დედა ეკლესია. ამიტომ ვამბობ ჩვენ, რა თქმა უნდა, კიდევ გაგრძელდება კატასტროფები, კატაკლიზმები დედამიწის ზურგზე. ეს ხდება ცხადად, ჩვენ ამას ყოველდღიურად ვადევნებთ თვალს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, მაგრამ ეს ხომ ჯერ არ არის დასასრული და რომც იყოს დასასრულის უკვე დღეები მოსული, ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ გვმართებს სამისოთ შიში იმისა, რომ დავიღუპებით, არამედ უნდა ვიყოთ აუცილებლად აღჭურვილნი წმინდა განწყობით, წმინდა სულისკვეთებით, სიყვარულით ღვთისა და მოყვათისა, ცნებების შესრულებით, რომ მიუხედავად ჩვენი უძლურებისა, მიუხედავად იმ 1000 გვარი შეცდომებისა და ცოდვებისა, რომელსაც ჩვენ უშვებთ ყოველდღიურ ცხოვრებაში, ჩვენ ვართ აღსავსე იმედით, რომ ღმერთი შეიწყალებს ჩვენ სულიერ მდგომარეობას, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ღვთის მოწყალებაზე ვართ მინდობილი და არა საკუთარი თავის სიმართლეზე. ესე არის სწორი პოზიცია მართლმადიდებლური, რომელიც ყოველ ადამიანს უნდა კონდეს და რომელიც ყოველი წუთს, ყოველ ჟამს უნდა ელოდეს თავისი აღსასრულს, რათა ღირსეულად სიწმინდით წარდგეს ღვთის წინაშე. ღმერთმა დაგვიცვას, დაგვიფაროს და აი ამ განსაცდელებისაგან ღირსეულად გამარჯვებულები გამოგვიყვანოს ჩვენ და